მინდა მოგესალმოთ პირველ რიგში ძვირფასო რუსთაველებო, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე სპორტ კომპლექსის გახსნა და მინდა მოგილოცოთ UFC-ს კამარი, რომელიც დღეს რუსთავშია. 4-5 წლის წინაც კი ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ალბათ, რომ ეს კამარი იქნებოდა რუსთავში და ამ კამარს ამ ქალაქში ჩამოიტანა ეს არაჩვეულებრივი ღირსეული კაცი ილია თოფურია. კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ ილიას და მიულოცოთ მას ეს წარმოუდგენელი წარმატება. რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი, გამორჩეული ხალხით, გამორჩეულად ღირსეული ხალხით, გამორჩეულად ნიჭიერი ხალხით, ამის ერთ-ერთი საუკეთესო თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია და ეს ქალაქი რა თქმა უნდა ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს და ეს დღევანდელი დღე ამ დარბაზის გახსნაც არის იმის გამოხატულება, რომ მაქსიმალური ზრუნვა არის საჭირო ამ ქალაქზე, რუსთავზე, სპორტის მნიშვნელობაზეც ყველა ძალიან კარგად მოგეხსენებათ. სპორტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, სპორტს აქვს ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელობა, სპორტი ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნეჩვეებისგან ადამიანების დაცვას და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეთმობა სპორტის განვითარებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე არის ასევე ამის გამოხატულება. მე ორ სიტყვას ვიტყვი, ორ მადლობის სიტყვას. მადლობას გადავხდი რეგიონული განვითარების ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელიც დღეს აქ არის, ირაკლი ქარსელაძეს, რომელმაც შეასრულა ეს სამუშაოები ძალიან მაღალ დონეზე, მადლობა მას. მადლობა ასევე აზიის განვითარების ბანკს, რომელმაც დააფინანსა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, რეგიონის გუბერნატორს, რუსთავს ყავს არაჩვეულებრივი გამორჩეული მერი ქალბატონი, მერი ნინო ლაცაბიძე. განსაკუთრებული მადლობა ნინოს. ძალიან ხშირად გვაწუხებს ხოლმე ნინო ლაცაბიძეს სხვადასხვა საკითხით, რომელიც უკავშირდება რუსთავს, რუსთაველებს, მის პრობლემების გადაწყვეტას, საკითხების გადაწყვეტას და ყოველთვის ძალიან წარმატებული ამ საქმეში, ესე შემიძლია გითხრათ წარმატებები მას მომავალშიც ქალაქის განვითარების საქმეში. აქ არიან რუსთავის დეპუტატები, ირაკლი შატაკიშვილი, ლექსო დალაქიშვილი, ასევე მადლობა მათ ქალაქზე ზრუნვისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ რუსთაველებს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით და პირველ რიგში იმით, რომ დღეს ზეიმობ ჩვენ წარმოუდგენელ წარმატებას. ეს არის კიდევ ერთხელ სპორტ კომპლექსის გახსნა და ეს არის UFC-ს კამარი თბილისში. ილია თოფურია არის რუსთაველების ნიჭიერების განსაკუთრებული მაგალითი და იმის მაგალითი რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ქართულ კაცს თავისი ქვეყნისთვის. მადლობა ილია თოფურიას მისი პატრიოტიზმისთვის და იმ დიდი წარმატებებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა. სიტყვას გადავცემ ილია თოფურიას. როგორ არის ჩემი რუსთავ ქალაქი? შემოგელოთ ყველას უდიდესი მადლობა, ყოველთვის მოლოდინს აჭარბებთ ხოლმე. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დრო და მითმო იმის, რომ დღეს მოსულიყო აქ ჩემს ანახავად, ხარი რომ დაეჭირა, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფო რუსთავის მერიას, რომ ყოველთვის ინვესტიციას აკეთებენ ჯანსაღ ცხოვრებაში, მომავალი თაობის განვითარებაში. ყველა იმ ადამიანს მინდა კიდე მადლობა გადავუხადო, ვინც 7 საათზე ადგა იმის, რომ ხარი დაეჭირა ჩემთვის, ეკომაგა, რავი, არაფერი არ მაქვს, იმის მეტი სათქმელი, რომ უდიდესი მადლობა ყველას. შემოგელეთ გულში, მიყვარხართ ყველანი. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა ილია თოფურიას, მიულოცოთ მას კიდევ ერთხელ წარმოუდგენელი წარმატება, ძალიან დიდი წარმატება. მადლობა ილიას. მოგესალმებით რუსთაველებო. დიდი პატივისცემით მივესალმებით ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მივესალმებით ჩვენი სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრებს და აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მათ.
იმ ახალი შესაძლებლობისთვის, რომელსაც ეს სპორტის სასახლე მისცემს მომავალში ჩვენს ქალაქს. სპორტი არის ალბათ ის, რასაც შეუძლია რომ გაერთიანოს მთელი ქალაქი. თან გაერთიანოს უპირობოდ, გაერთიანოს მთელი ქვეყანა და ესეთი გამარჯვება იყო ილიას გამარჯვება სულ ახლახანს, რომელმაც გაერთიანა მთელი ქვეყანა. ილიას რუსთაველების სახელით ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული. ბატონო პრემიერო, ძვირფასო სტუმრებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავის სწორედ ეს ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე გაერთიანებს თითოეულ რუსთაველს კიდევ უფრო მეტად და რუსთავი და მე დარწმუნებული ვარ ასევე, რომ რუსთავი აუცილებლად გახდება ახალი გამარჯვებების ქალაქი. ბატონ ირაკლი კარსელაძეს მინდა ვთხოვო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მას ასევე ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო მის გუნდთან ერთად. აი ამ შესრულებული სამუშაოსთვის. დიდი მადლობა, ინო, დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას დიდი დღეა დღეს რუსთავში. ჭეშმარიტად, არნახული ძალიან კარგი, ყველა შესაბამისი სტანდარტის, საერთაშორისო სტანდარტის, მულტიფუნქციური სპორტ კომპლექსი აქვს უკვე ქალაქს, 8 ოლიმპიური სახეობა შეძლებს უკვე აქ არა მხოლოდ ივარჯიშოს, არამედ ჩატარდეს მაღალი დონის ტურნირები, რა თქმა უნდა, რუსთავის აზოტმა უკვე უმასპინძლოს სხვა საკალათბურთო გუნდებს და რა თქმა უნდა ყველა დისციპლინისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სივრცეები, დარბაზები, რომელიც აღჭურვილია ინფრასტრუქტურული აუცილებელი და იმ ყველა საჭიროებით მქონე სივრცეებით, რომელიც ნამდვილად საუკეთესო შესაძლებლობას შექმნის, როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, როგორც ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის, ასევე პროფესიული სპორტის განვითარებისთვის. მადლობა. ნამდვილად ამაყები ვართ იმითი, რომ შევძელით და ჩვენს რუსთავს ასეთი კომპლექსი აუშენეთ. აქ არიან წარმოდგენილი მუნიციპალური განვითარების ფონდის გუნდი, რომელიც დღენიად აქ მუშაობდა, ისევე როგორც ჩვენი დიდი პარტნიორი აზიის განვითარების ბანკი, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც აშენდა აღნიშნული კომპლექსი. რა თქმა უნდა, კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ნამდვილად პირნათლად შეასრულა და გაართვა თავი ყველა იმ სამუშაოს, რომლის შედეგსაც ყველა ვხედავთ და რა თქმა უნდა, ძალიან სიმბოლურია, რომ გახსნა ხდება სწორედ ამ ფორმატში და ჩემპიონი ჩვენთან ერთად არის. ალბათ როდესაც საუკეთესო ინფრასტრუქტურაა და ჩემპიონი შენს გვერდითაა, ალბათ ეს ნამდვილად იქნება ადგილი, სადაც ახალი რუსთაველი ჩემპიონები აუცილებლად გაიზრდებიან. მეგობრებო, გილოცავთ ყველას. დიდი მადლობა. მადლობთ. მადლობა. მადლობა, ნამდვილად мотиваციაა ძალიან დიდი. აი აქ ხდომი თითოეული ახალგაზრდისთვის და შესაძლებლობაა ეს შენობა იმის, რომ ის მიღწევები სპორტში რაც ქონდა, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ. ბატონ ირაკლი შატაკიშვილს მინდა ვთხოვო, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ჩემო ძვირფასო რუსთაველებო, ყველას მხურვალედ მოგესალმებით. მივესალმები ჩვენი ქალაქის სტუმრებს და ჩვენი ქალაქის გამორჩეულ კომაკს და გულშემატკივარს, ჩვენს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. ასევე სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს. მადლობას გეტყვით დღევანდელი შესაძლებლობისათვის და არაჩვეულებრივი ღონისძიებისათვის.
ჩვენ რუსთაველებმა ძალიან კარგად ვიცით თუ რამხელა ტრადიციები, რამხელა სპორტული ტრადიციები აქვს ჩვენს ქალაქს და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საქმეში რუსთავი და რუსთაველები ყოველთვის გამორჩეულად მონაწილეობდნენ. ყველა ქართველი, ძალიან ბევრი ქართველი სპორტსმენის კარიერული წარმატება და ასევე წარმოშობის ადგილი დაკავშირებული არის რუსთავთან და გამორჩეული არის რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველასათვის საამაყო ილია თოფურია და აქვე მინდა გითხრათ რომ რუსთავს ძალიან ბევრი აქვს სპორტის განვითარების მიმართულებით სათქმელი და ეს ახალი სპორტის სასახლე იქნება ახალი შესაძლებლობა ახალი ჩემპიონების ისტორიის დაწერის პროცესში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქალაქ რუსთავიდან, სადაც მრავალფუნქციური სპორტ